მოგესალმებით, თემა გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი და აქტუალური საქართველოსთვის. დამსაქმებელთა ასოციაცია მეკითხოს დაგისვამ და შემდეგ წარმოადგინეთ საკუთარი თავი. დამსაქმებელთა ასოციაცია ძირითადად აკეთებს აქცენტს შრომის ბაზარზე და აცხადებს, რომ საქართველოში ვაკანსიები არსებობს, თუმცა გვაქვს კვალიფიციური კადრის ნაკლებობა, რის გამოც ბიზნესი იძულებულია უცხოეთში ეძებოს მუშახები. ზოგადად რა მდგომარეობა გვაქვს დღეს ბაზარზე, რაზე გვაქვს მოთხოვნა, რას ვერ ვაკმაყოფილებთ, დავიწყოთ საკუთარი თავის წარდგენით. მოგესალმებით, ვახტანგ შურღაია, დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. ზოგადად საქართველოში შესაბამისად გვაქვს, ესე ვიტყოდით ჩვენ, რომ მიწოდება და საჭიროების დისბალანსი შრომის ბაზარზე. არსებობს საკმაოდ ბევრი ვაკანსია, რომელთა შევსებაც ჭირს, განსაკუთრებით ეს ასე ვთქვათ, საწარმოო პროცესის დროს წარმოქმნილი ვაკანსიებია, რომელიც წარმოებაში, მშენებლობაში, რომელთა შევსებაც ვერ ხდება, რაც იწვევს შესაბამისად შემდგომ საჭიროებას, რომ ეს ვაკანსიები საიდანაც შევისოს. ძალიან კაი მაგალითია, მაგალითად ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ეხლა დამთავრდა რიკოთის პროექტი, სადაც საკმაოდ დიდი მოცულობით იყო წარმოდგენილი უცხოეთიდან მუშახელი, ასევე სხვა საწარმოებიც ხშირად იყენებენ სეზონურადაც ხდება ხოლმე, როდესაც სეზონურად რაც საწარმოს აქვს პიკის მომენტები, შესაბამისად მაგ დროს ხდება უცხოელების მოზიდვა. გარდა მაგისა, უცხოელები ძალიან ბევრი დასაქმებული არის, ეგრეთ წოდებული მომსახურების სფეროში, რომელსაც ჩვენ უფრო აქტიურად და ყოველდღე ხვდებით. ეს არის Glovo, Wolti, Taxi და ასე შემდეგ. აი, ძირითადი მიმართულებები შეგიძლიათ მაინც ჩამოაყალიბოთ მსმენელისთვის, რა არის დღეს მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში, რასაც ვერ ვავსებთ. ძირითადი მიმართულებები. ეს ძირითადი მიმართულებები არ არის, მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ, რომ HR-ები როდესაც იკრიბებიან, ფაქტობრივად ყველა მიმართულებით არსებობს საჭიროება კადრების და მათი შევსება ჭირს. ეს განპირობებულიც არის იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოსდანაც ხდება მიგრაცია ბოლო წლების განმავლობაში, ანუ მიგრაცია, ზოგადად შრომითი მიგრაცია არის დამახასიათებელი მთელი მსოფლიოსთვის, შესაბამისად საქართველოსთან თუ ევროპაში უკეთესი ხელფასშეშმოვნელობით მიდის ხალხი, შესაბამისად საიდანაც ეს ვაკანსიები, რომელიც საქართველოში ხდება, ისიც შეივსება აქაც. და ამ თემას მივაბად შეზღუდვები, რომელიც ამოქმედდება მარტიდან უცხოელთა დასაქმებასთან დაკავშირებით, რა იცვლება ამ კუთხით? 1 მარტიდან 2025 წლის ივნისში მიღებული იყო კანონი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც 1 მარტიდან იმისათვის რომ უცხოელი დასაქმდეს საქართველოში, სავალდებულო ხდება ნებართვის მოპოვება. ამ ნებართვის მოპოვებაზე, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლად უწყებად განისაზღვრა შრომის მმართველობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. შესაბამისად, იმ კომპანიას, ვისაც სურთ, რომ დაასაქმონ უცხოელი საქართველოში, უნდა მიმართონ შესაბამის სამინისტრომ, წარადგინონ ამ პირის შესახებ ინფორმაცია, კვალიფიკაცია, ცოდნა გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, დაასაბუთონ რატო დადგა საჭიროება მისი დასაქმების და 30 დღის ვადაში შესაბამისი უწყება გასცემს ან თანხმობას ან უარს. თანხმობის შემთხვევაში პირს შეიძლება თუ ის უცხოეთში ამ შემთხვევაში მიმართოს შესაბამის საკონსულოს, რომ D1 ვიზა მიიღოს, თუ ის ლეგალურად იმყოფება საქართველოში, მას უფლება აქვს მიმართოს იუსტიციის სახლს და მიიღოს შესაბამისი ნებართვა. აი, ერთის მხრივ ვამბობთ, რომ საქართველოში ვაკანსიები არის, რომელსაც ვერ ვავსებთ და მეორე მხრივ გარკვეულ შეზღუდვებს ვაწესებთ. სად არის აქ, თქვათ, რეალობა? ეს შეხედეთ როგორ რაღაცა არის, საჭიროა და აუცილებელიც არის ამ შემთხვევაში რაღაც გარკვეული ადმინისტრაციული მექანიზმების ქონა სახელმწიფოში. თუ ჩვენ გადავხედავთ, თუნდაც ვინც საზღვარგარეთ დადის სამუშაოდ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ იმისათვის რომ წავიდნენ საზღვარგარეთ, საჭიროა ჯერ ნებართვის მოპოვება და ამ ნებართვის მოპოვების საბუთით შედიან საკონსულოში. ზუსტად ანალოგიური წესი ამოქმედება საქართველოშიც. ანუ ეს არ არის რაღაცა ისეთი წესი, რომელიც არსად არ მოქმედებდა და ჩვენ მოვიგოთ. არა, ეს აპრობირებული წესია, რომელიც მოქმედებს სხვა ქვეყნებშიც. მნიშვნელოვანი აქ რაც არის ის, რომ წესი, რომელიც უნდა დაამტკიცოს თვითონ სამინისტრო, ჯერაც არ არის დამტკიცებული. ეს ქმნის, ესე ვთქვათ, გაურკვევლობას ბიზნესისთვის, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ 1 მარტიდან. 1 მარტი ფაქტობრივად 3 კვირაში გვაქვს.
და შესაბამისად წესი ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული. 45,000 ადამიანი უცხოელი ოფიციალურად რეგისტრირებული იყო ამ კანონის მიღების დროს შესაბამის ელექტრონ ბაზაში. მათთვის ეს კანონი ამოქმედება 1 იანვრამდე, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ბევრად მეტი დასაქმებულია უცხოელი. თუნდაც ნებისმიერ კაფე-ბარში, Glovo, Floaty, ეს ყველაფერი ფაქტობრივად 1 მარტიდან ახალ წესის შესაბამისად უნდა იყოს დასაქმებული და წესი ჯერჯერაც არ არის მიღებული. პირველ კითხვასთან დაკავშირებით, პირველ თემასთან დაკავშირებით კითხვა არის შემოსული, გეკითხებიან რომ ამბობთ რომ ვაკანსიები არის რომელსაც ვერ ვავსებთ ერთი მხრივ, მეორე მხრივ ადამიანები გარბიან საქართველოში უცხო ქვეყანაში სამუშაო საძიებლად და როგორ გავიგოთ თქვენი ნათქვამი? ძალიან მარტივად ყველა ადამიანს სურს უკეთესი სამსახურის პოვნა. შესაბამისად შეიძლება იმ მომენტისთვის მან ის თავისი მოთხოვნიდან გამომდინარე შესაბამის სამსახური ვერ პოვოს. აქ ზუსტად მაგაზე იყო საუბარი, რომ დისბალანსი არის მოთხოვნა მიწოდებაში. ანუ ერთი არის რა არის მოთხოვნა, მეორე არის რა არის მიწოდება. შეიძლება თქვენ ანუ ამ ადამიანს არ მოსწონდეს ის კონკრეტული პირობები, რომელიც შეთავაზებული იყო და უკეთესი პირობის საძებნელად გარბის ისეთ ნათქვამია მიდის შესაბამისად უკეთესი პირობების საძებნელად, ხო? ანუ აქ არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ისეთი სამსახურებია ყველა, რომელიც ყველას მოსაწონი არის. ძირითადად მაინც აი მსმენელები მაინც ამ დასაქმების თემის ირგვლივ ტრიალებენ. ეხლა რეფორმა, განათლების რეფორმა რაც არის აქტიურ ფაზაში უნივერსიტეტების გაერთიანება და ასე შემდეგ, აქაც აქცენტი კეთდება იმაზე, რომ საქართველოში კვალიფიციური კადრის მიწოდება ვერ ხდება და მაინც კითხვა არის, შემოდის ძალიან ბევრი კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით. გითხარით რა პროფესიებია საქართველოში მოთხოვნადი, სადაც იქნება გარანტირებული დასაქმება. თუ გაქვთ თქვენ ამ კუთხით უფრო ტექნიკური მიმართულება, თუ გაქვთ რაიმე ესეთი ინფორმაცია და ინფორმაციული სახით არ მაქვს, ხარ ვერ გეტყვით რომ კონკრეტულად რომელი არის საჭირო. თუმცა თქვენ დამსაქმებლები ხო მოგმართავენ. თუმცა ამ შემთხვევაში შეგვიძლია თავაზობოთ სამშენებლო სფეროში ნებისმიერ საქმე, რომელიც არის ფაქტობრივად ყოველთვის მოთხოვნადი არის. აქ მუშახელზეა საუბარი თუ უფრო მუშახელი არა, სპეციალისტები, ეს არის შედუღების სპეციალისტი, ეს არის ელექტროობის სპეციალისტი და ასე შემდეგ. ეს არ არის მუშახელზე, მუშაზე საუბარი, არის სპეციალისტზე საუბარი. მაგიტომაც არის რომ ინჟინერებზე არის საუბარი. ანუ პროფესიონალ კადრებზეა საუბარი. ანუ ტექნიკური მიმართულება უფრო მოთხოვნადი ამას ამბობთ. ტექნიკური მიმართულება მოთხოვნადი არის, თუნდაც რო გადავხედოთ ამ ამხელა პროექტები იყო და რამდენი უცხოელი იყო დასაქმებული, ან ეხლა დასაქმებული არის იმ პროექტებზე, რომელიც სახელმწიფო თვითონ ახორციელებს, ხო? გზების მშენებლობაზე აიქნება ეს თუ სხვა. შესაბამისად, რადგან კადრების დეფიციტია, მაგიტომ ხდება ხალხის მობილიზება. უცხოელის დასაქმება ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ადგილობრივი კადრები. აი, რატომ გვაქვს კადრების დეფიციტი თქვენი აზრით? იმიტომ რომ შესაბამის ცოდნას, განათლებას, კვალიფიკაციას აქ ვერ იღებენ თუ სხვა მიზეზები არსებობს? ეს არ არის მხოლოდ ერთი მიზეზი, არის ბევრი მიზეზის ერთობლიობა, ეს არის როგორც კვალიფიკაციის და ცოდნის პრობლემა, ასევე ეს არის 30 წლის განმავლობაში მიგრაციის პრობლემა, ზოგადად ქვეყნიდან ახლა თუ დავიწყოთ 90 წლებიდან მოყოლებული, რამდენი მილიონი ადამიანია გასული, ხო? ეს ადამიანები ზუსტად ძირითადად ის ადამიანები იყვნენ, ვინც შრომობდნენ, ქმნიდნენ დოლარს და შესაბამისად რაღაცას მიღწეული ჰქონდა თავის კვალიფიკაციის შესაბამისად. აქედან გამომდინარეობდა ეს ყველაფერი დისბალანსი, აი ეს დამახასიათებელია ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, ეს არ არის რაღაცა უცხო, თუმცა უმჯობესი იქნება რა თქმა უნდა სახელმწიფო უფრო მეტი ნაბიჯი გადადგას იმისათვის, რომ ეს დისბალანსი გაჩული იყოს. და სახელმწიფოს რა შეუძლია ამ კუთხით გააკეთოს? აი გვერდით ნაბიჯებზე როცა საუბრობდით. სახელმწიფოს პირველ რიგში ზუსტად განათლების რეფორმა რაც არის, მე არ ვიცი განათლების რეფორმაში ვერ შევალ სამჯეროდ, ვერც კარგს ვიტყვით, ვერც ცუდს, ეს არ არის არ ჩემი პროფესიული ნაწილი, შესაბამისად არც ფლობ ინფორმაციას, თუმცა ის რომ განათლების რეფორმა საჭიროა, ეგ ცალსახა არის. არა ალბათ არა ისე რომ ამდენი ინჟინერი გჭირდება და ამდენი ის გჭირდება, უბრალოდ უფრო მეტად კვალიფიკაციაზე უნდა იყოს გაკეთებული აქცენტი, იმისათვის რომ ის ადამიანები, ვინც უნივერსიტეტს დაამთავრებენ, მეტად კვალიფიციურები ტოვებდნენ
და ფაქტობრივად უნივერსიტეტს დაამთავრებენ და ალბათ 50% თავის პროფესიით არ აგრძელებს ხო მუშაობას. ეს რაზე მიუთითებს? პირველი იმაზე, რომ კვალიფიკაცია არ ქონდა შესაბამისი და აქედან გამომდინარე პროფესიით ვერ დასაქმდა, ან მეორე არჩევანის დროს ქონდა პრობლემები, ანუ რაც სკოლამდე მივდივართ, ანუ სკოლაშიც საბაზისო ცოდნა უნდა იყოს მიწოდებული იმდაგვარად, რომ პირმა შესაძლოს ზუსტად აირჩიოს ის რა პროფესიას მას სურს. ან შეიძლება თავისი მიმართულებით სულაც ვერ იშოვა ისეთი სამსახური, რომელიც აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ესეც, მაგრამ თუ მაგდ ვიძახე, თუ კვალიფიკაცია მაღალი გაქვს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომაც აუცილებლად იშოვის სამსახურს. ამაში ალბათ ყველანი თავხდებით. და კიდევ ერთი თემა გვაქვს საკმაოდ აქტუალური ბოლო პერიოდში, რომელიც ეხება ფასების თემა საქართველოში. და იმ შექმნილ კომისიას. თქვენი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა, არ არის საჭირო, რა შედეგზე შეიძლება გავიდეთ, რა შედეგი შეიძლება ამ ყველაფერმა მოიტანოს, რაც არის ახლა დაწყებული მოკვლევა, ბაზარი და ბიზნესთან გარკვეული კონსულტაციები. კი ბატონო, შეხედეთ, ქვეყანაში გვაქვს უწყება, რომელსაც ქვია კონკურენციის სააგენტო. შესაბამისად, ამ უწყების პრეროგატივაა ზუსტად რო კარტელური შეთანხმებების ან დომინირებული მდგომარეობის кейსების გამოძიება და შესაბამისი შედეგის დადება. ამ უწყების გვერდისავლით ფაქტობრივად ახალი კომისიები შეიქმნა პარლამენტში, რაც თან კონკურენციის სააგენტოს აქვს FMCG სექტორში ჩატარებული ბაზრის კვლევა და შესაბამისად თავისი მონაცემები დადებული აქვს 2 თუ 3 წლის წინ თუ არ ვწდები. შესაბამისად ის პარლამენტში ახალი კომისიის შექმნა ჩემთვის პირადად მანიშნებელია იმისა, რომ სავარაუდოდ ახალი რეგულაციები იქნება დაწესებული ბიზნესისთვის და ეს უკვე საკანონმდებლო დონეზე მოხდება. შესაბამისად, ალბათ დაწესდება რაღაც ან ზღვარი, ან შესაძლოა დაწესდეს მაქსიმალური რაოდენობა, რაც დისტრიბუტორებზე ამ წარმოებლებზე შეუძლია მარკეტებს, ესე ვთქვათ, გადასახადი რო დაუწესო და ასე შემდეგ. ანუ თქვენ გულისხმობთ, რომ სხვარი გარკვეულ პროდუქტზე ფასნამატი სადღაც უნდა შეჩერდეს თუ მე ვარაუდობ, რომ სავარაუდოდ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. რამდენად სწორია, მოდით დავტოვოთ შემდგომი შეფასებისთვის. თვითონ ხელისუფლების მხრიდან იყო წარმოქმნილი, რომ დაახლოებით 9 გადასახადია, რომელსაც მაღაზიები უწესებენ დისტრიბუტორებთან წარმოებლებს და სავარაუდოდ ამ მიმართულებით იქნება ძირითადი აქცენტი გაკეთებული. თუმცა აქ მთავარია მოსახლეობის ინტერესები, როგორც მთავრობა ამბობს, სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს კომისია. რას მივიღებთ ჩვენ, მოქალაქეები? რეალურად მივიღებთ იმას, რაც იყო გამოცხადებული ფასების კლებას? რეალურად მივიღებთ თუ არა ფასების კლებას, არ ვიცი, ვერ გეტყვით, აი გამოჩნდება. მე ასე ვთქვათ, ნაკლებად ვარ ოპტიმისტურად ამ მიმართულებით განწყობილი, რომ ესე ვთქვათ ასეთი ესე ვთქვათ კომისიებით რამე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო, თუნდაც ის კვერცხის ჯერ გაზრდა და მე შემცირება. კლასიკური გაგებით რო ავიღოთ, მეფრინველეთა ასოციაციის განცხადება, რომ ისინი შეთანხმდნენ ფასის შემცირებას, არის კარტელური გარიგება. ეს კანონის პირდაპირ განმარტება არის, კონკრეტულად საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტის აქვე პუნქტით. ფასზე შეთანხმება, მან დაწერია, რომ დაბალ ფასზე ან მაღალ ფასზე, ზოგადად ფასზე შეთანხმება, ეს არის კარტელური გარიგება. გასაგებია, რამეს ხმარ დაამატებდით ჩვენს თემებს შეჯამების სახით? შეჯამების სახით ვიტყოდი, რომ იმედია, რომ უკეთესობა იქნება ჩვენთან. სხვა ისეთ შეჯამება არ გვაქვს. გასაგებია,